მოგესალმებით ჩვენ ყურით პარიზში მეზონბიუჯეტ წლის მთავარი მოვლენა ოლიმპიური თამაშებია ინტერიერის დარგში მოდის კვირეულად ითვლება მინდა გითხრათ რომ წლევანდელი ღონისძიება არის ღირსშესანიშნავი მრავალი კუთხით მათ შორის ალბათ მონაწილეობის რაოდენობით 2300 კომპანია აქედან 500 მხოლოდ ახალი სახელწოდების ავტორი და მწარმოებელია თუ ვინმე ამ ბაზარზე არ მხოლოდ საფრანგეთში არამედ ევროპაში და მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტებიდან სურს რომ იყოს წარმოდგენილი ის აუცილებლად თulis საჭიროდ რომ იყოს აქ მონაწილე ქალაქი იზრვის პრაქტიკულად მატარებლებით მოდიან ხოლმე დილიდან საღამომდე. მე ვერ შევადარებ ჯერ არ გვაქვს ამ ზუსტი ციფრები რამდენი ნაწილია. ყოველ შემთხვევაში შემიძლია თქვა რომ ეს ქალაქაც ალბათ ქცეული პავილიონის ცენტრია, საექსპოზიციო დარბაზები. ამ დროს ცალკე პარიზად იქნება. ჩვენ ვიმყოფებით ესეთ შესასვლელში მეხუთე სექტორია ჩემს უკან. ჩემს გარშემო არის კულტურები, ძალიან მნიშვნელოვანი მხატვრის, რომელმაც შექმნეს masterpiece წვერვალი თავისი ხელოვნების პანდემიის დროს. რა თქმა უნდა, თვითონ ღონისძიებაზე მეზონბიუჯეტზე აუცილებლად იგულისხმება კონფერენციების და ინტერაქტიული ურთიერთობების ავტორობის პუბლიკასთან და არასდროს არ არის მით უმეტეს აი ამ აქტუალობით, რომელიც დღეს წარმოჩინდება ეკოლოგიის თემა, არ ვარიდეთ თავს ინდუსტრიის და ხელოვნების ურთიერთშერწყმას. ეს არ არის greenwashing-ი, აქ ნამდვილად მსჯელობენ იმის შესახებ, თუ რა არის საჭირო, რომ მომავალ ნაბიჯებში განსაზღვროთ იმისთვის, რომ არ მოვიტანოთ დარგში თუ ჩვენ საქმიანობაში რაღაცა კიდე ზედმეტი სიავები. ბოლოს სტუმრები ტოვებენ. და მე მათ შორის ალბათ ცოტა დამგვიანებოდა არც ჩასეცმელს ალბათობაში. ყოველ შემთხვევაში ძალიან სასიამოვნოა. ესე იგი 6 სექტორიდან მოვასწარი სინამდვილეში 2 დღეში მხოლოდ 2-ის ნახვა. ალბათ ერთიც მეყოფოდა ძალიან დიდი ხნით, რომ მომეყოლა თქვენთვის, მაგრამ თავი არის ის კონფერენციებზე, რომელზეც რეალური ინტერაქცია ხდება, არის უაღრესად საინტერესო მასალა, რომელზეც სიამოვნებით დაუბრუნდები მოგვიანებით, რომ ვიფიქრო, გაცვლა ხდება მუდმივი კონტაქტების, საინტერესო საუბრების გამართვა, ზოგადად ადამიანური ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა. ვეცდები დღეს გარდა მთავარი ჩემი მიზნის რაც იყო
signature, ანუ განსაკუთრებული custom design, ფლაგმანი ასე ვთქვათ. ინტერიერში აპარატის და ტექნოლოგიების ნახვა არის უცნობილესი პროდუქტის ნახვის შესაძლებლობა, მათი განახლებული კოლექციების და სრულიად განცალკევებული კიდევ დარგი არის პარფიუმების რიტეილის, რომელშიც მე კვლავ რჩება ინტერესი, იმიტომ რომ 10 წელი მუშაობდი ამ დარგში და თვლი რომ საქართველოში ის არ არის საკმარისად კი არა საერთოდ განვითარებული, ვცდილობთ უბრალოდ აი ეს კომუნიკაციების დამყარებაში, ახალი სიახლეების გაცნობაში არის დიდი აზრი ჩემი შეხედულებით. ნახოთ, ყველაფერი მნიშვნელოვანზე მოგიყვებით, ამიტომ გამოვყევით. არ გამოტოვეთ. ჩვენ თქვენ ძალიან საინტერესო საუბარი პრესკონფერენცია ჯერ კიდე გრძელდება. დღეს უბრალოდ ბოლო დღეა და მინდა გითხრათ რომ მშვენიერი მზის ჩასვლა დაისვეძახეთ ქართულად. უზომოდ გამოგვირო სულიად გამოუგნებელმა მრავალფეროვნებამ და იმან რაც ყოველთვის სილამაზის მიღმა ტექნოლოგიებმა. ისე თუ ასე ჩვენ ამას ვერ გავექცევით, ყველაფერი ტექნოლოგიური ინდუსტრია, მაგრამ ჩვენ ვირჩევთ რა გვინდა რომ იყოს შექმნილი ფასეული და ვითარდებოდეს. გახსოვდეთ რომ ამ ყველაფრის მიღმა არიან ადამიანები და ისინი ქმნიან ზუსტად ჩვენთვის ადამიანებისთვის უკეთესი თანაარსებობის წყაროს, ასე რომ ბუნებაში და ადამიანების ურთიერთობაში არის უკვე ყველაფერი რაც ჩვენ გვჭირდება.